გამარჯობა, მადლობა რომ შემომიერთით აქ Straight Up-ში, JNS-ის კონფერენციიდან იერუსალიმში, ისრაელი. ჩვენ გქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ კვირაში აქ მოგმართა და წარმოგვიდგინა შესანიშნავი სიტყვა იმაზე, რას აკეთებს ისრაელი, მაგრამ მას ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება. მათ შორის თქვენ, ვინც უსმენთ ამ გადაცემას და გვიყურებთ ამჟამად. და რა არის ეს ზუსტად? მისი სიტყვა ძალიან ემოციური იყო იმ ყველაფერზე, რაც ისრაელმა უნდა გააკეთოს. ის ფაქტი, რომ ისრაელის სახელმწიფო დღეს არსებობს და როგორც ისრაელის სახელმწიფოს ლიდერი, ის ყველაფერს გააკეთებს, რაც მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის გადარჩენისთვის. მაგრამ ამით არ დაასრულა. მან ეს თქვა თავისი პრეზენტაციის ბოლოს JNS-ის კონფერენციაზე. მან ეს თქვა თითოეულ ჩვენგანს. მოусმინეთ ამას და მალე დაუბრუნდებით. თხოვთ თქვენ, ამერიკის ებრაელებს და დიასპორის ებრაელებს, გააკეთოთ ერთი რამ. ადექით. არ დაიხიოთ უკან. არ შეგეშინდეთ. წინააღმდეგობა გაუწიეთ. რადგან ხალხი მხოლოდ მაშინ დაგცემს პატივს, თუ ჩვენ თვითონ დავაფასებთ საკუთარ თავს და როცა ჩვენზე ტყუილებს ამბობენ, სიმართლე უნდა დაუპირისპიროთ და ასე მოვიქცეთ. დაიცავით სიმართლე, დაიცავით ისრაელი, დაიცავით ებრაელი ხალხი, დაიცავით ებრაელი ხალხის მომავალი. ყველას მადლობას გიხდით. მადლობა. ძალიან ნათელი იყო, რას ამბობდა პრემიერ-მინისტრი. ჩვენ უნდა დავდგეთ და დავიცვათ ჩვენი პოზიცია. და ადგომა მხოლოდ ფიზიკური არ არის, როგორც ხალხი ადგა და ტაში დაუკრა. ეს ნიშნავს ყოველდღიურ მოქმედებას მერვე ფრონტზე. მერვე ფრონტი დღეს ის ფრონტია, რომელშიც თითოეული ჩვენგანი არის ჩართული. და ვიფიქრე, რა შეიძლება იყოს უფრო შესაფერისი, ვიდრე ერთ-ერთი ასეთი ისრაელის სახელმწიფოს დამცველი. ისინი საკმაოდ ბევრნი არიან, მაგრამ ერთი მათგანი შევნიშნე და დარწმუნებული ვარ, თქვენგანაც ბევრს იცნობთ მას. მას ეძახიან Jewish Jess. მე შენ მანამდეც გიცნობდი, ჯერ კიდევ Just the Jew-დან ან Jew-იდან. ხო. და შენ იბრძოდი ისრაელის სახელმწიფოსთვის. შენ წინ მიიწევდი. და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მესიჯი მივაცვდინო ყველას, ვინც გვიყურებს ან JNS ადევნებს თვალს, რომ მათაც იცოდნენ, ზუსტად ისე როგორც შენ მიხვდი ამას. თითოეულ ჩვენგანს თავისი როლი აქვს. ზუსტად ასე. მინდა ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს უთხრა, როგორ გაიგე შენი პოზიცია იქ? ეს მხოლოდ ახალგაზრდა თაობის საქმეა, თუ ჩვენგან ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება. ასე რომ ჯესი, მადლობა რომ დღეს აქ ხარ. მოგვიყევი შენი ცხოვრების ისტორია ცოტა და შემდეგ გადავიდეთ იმაზე, რასაც ახლა აკეთებ. ჩემი წარსული ძალიან ტრადიციულია. მე გავიზარდე ებრაული კულტურით და მქონდა ძალიან ებრაული ცხოვრება, მაგრამ ეს არასდროს გასცდა ამ ფარგლებს. მე გავიზარდე ძალიან სიონისტურ ოჯახში, მაგრამ ეს მართლაც არასდროს გასცდა ამ ფარგლებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს მე გავიღვიძე ამ ამბების გაგებით. და როგორც ადამიანი, რომელიც მარკეტინგის ინდუსტრიაში მუშაობდა, დილით გადავწყვიტე, როცა ყველა ტელევიზორს იყო მიჯაჭვული, მე სოციალურ მედიას მივეჯაჭვე. რა თქმა უნდა. TikTok-ში ვათვალიერებდი და ვუყურებდი ყველაზე საშინელ ადამიანებს, რომლებიც ზეიმობდნენ იმას, რაც ხდებოდა იმ მომენტში. ზეიმობდნენ. ისინი ატარებდნენ პირდაპირ ეთერში პანელებს, იღიმოდნენ და იცინოდნენ, ახალ ამბებს აზიარებდნენ. ეს ყველაფერი სასაცილოდ და ლეგენდარულად მიაჩნდათ. და მართლა, ისინი ზეიმობდნენ. ივში არაფერი მიჩერდება. შეიძლება ჩემი სიმაღლე იყოს 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი. შეიძლება ჩემი წონა იყოს 42 კილოგრამი. ჩემი იარაღი, ჩემი პირია. და მე შევუერთდი პანელს, რომელსაც საუკეთესოდ ასე დავახასიათებდი. 3 ბრიტანელი ჯიჰადისტი. პანელს შევუერთდი. 10 წუთის განმავლობაში ვეჩხუბებოდი მათ. ძალიან სწრაფად გამიშვეს. მიხვდნენ როგორი პირი მაქვს. გამიშვეს. მაგრამ ათასობით ახალ მიმდევართან და 100-ზე მეტი შეტყობინებით დავრჩი, სადაც ხალხი მწერდა. ეს ყოველ დღე უნდა გააკეთო. და იმ დღიდან 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მთელი ჩემი ცხოვრება ებრაელი ხალხისთვის ბრძოლას მივუძღვენი. მამაკაცო, ყველაფერი გვერდზე გადადე და ჩემი მთელი ცხოვრება დაიწყე და შენ იყენებ სიტყვას ბრძოლა. შენ პირდაპირ ამაში მონაწილეობ. მინდა რომ ამიხსნა. ეს მითხარი. ვფიქრობ შენ საუკეთესოდ გამოხატე. სხვაობა იმაში, რასაც ებრაელებთან ვიყავით მიჩრეულები და იმაში, რაც დღეს ხდება. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიყოთ სუსტები, პასიურები, მორიდებულები და კეთილი ებრაელები, როგორებადაც ბოლოს 70 წლის განმავლობაში გზვდიდნენ. სწორია. ჩვენ ამას ვეღარ დაუშვებთ. თუ ასე მოვიქცევით, შეიძლება ისევ ჰოლოკოსტის მსგავს დროში ისევ აღმოჩნდეთ. უნდა ვიყოთ თავდასხმაზე, უნდა გვეამაყებოდეს ჩვენი თავი, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რისიც გვჯერა. იცი, მართლა უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე.
უნდა ვიბრძოლოთ. და ეს ადრე მითხარი, არა მხოლოდ თავდასხმაზე ვიყოთ, არამედ თავად ვიყოთ შეურაცხყოფელებილები. უნდა ვიყოთ შეურაცხყოფელები. ზუსტად ასეა. ხალხმა უნდა იცოდეს ვინ ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ და რომ არსად მივდივართ. ჩვენ არ არავის გვეშინია. და მგონია რომ ხალხს გონია თითქოს ჩვენ პასიურები და სუსტები ვართ. ასე არ არის. ასე რომ როცა ამბობ რომ იქ მიდიხარ და ყვირი მათზე, ეს მისაღები გზაა, რა ქვიათ, ექს თაობისთვის თუ როგორც ეწოდებათ. დავკარგე თაობების ანგარიში. ებრაელები და არაებრაელები, ხო? ამიტომ ჯანეტი. ამიტომ ყველანი იქ ხართ. იქიდან იღებთ ინფორმაციას. ჩემს შვილებზეც ხედავ ამას. ვინც ჩემი თაობის ან უფრო ახალგაზრდაა და გვიყურებს, ისინიც ამას ხედავენ. ხო? და შევნიშნე რომ 12, 13, 15 წლის წინ ეს უნივერსიტეტის დონეზე იყო. ახლა კი უფრო ახალგაზრდებიც არიან. მათ აქვთ TikTok-ი. ეს იზიდავს ახალგაზრდებს, ახალ თაობას. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მათ გაიგონ და იცოდნენ საიდან იღებთ ინფორმაციას. საიდან იღებთ თქვენ? როგორც თქვით, გაიზარდეთ სიონისტურ ოჯახში, მაგრამ დღეს ისეთ ბრალდებებთან გვაქვს საქმე, რაც ყველაფერს ცდება და მე წლებია ვმუშაობ ისრაელის საინფორმაციო კამპანიებში. ეს ყველაფერს ცდება, რასთანაც წლების განმავლობაში გქონდა საქმე. დიახ, სწორედ ეს არის მათი ბრალდებები ძალიან ადვილად შეიძლება უარყო, რადგან ისინი რეალური არ არის. ისინი რეალური არ არის. და როცა ფაქტებით გიწევს ბრძოლა ემოციების წინააღმდეგ, ეს ძალიან მარტივია. ინფორმაცია, რომელსაც მე ვიღებ, წიგნებიდან მოდის, ისტორიიდან მოდის, დოკუმენტური ფილმებიდან მოდის, ჩემი განათლებიდან მოდის. ინფორმაცია, რომელსაც ისინი ავცელებენ, ცთარია. ეს არის ტყუილები, ეს არის ნარატივი. ისინი გულით მოქმედებენ და არა გონებით. მე ამას გონებით ვებრძვი და არა გულით. ძალიან მარტივია. ემოციების წინააღმდეგ ფაქტებით ბრძოლა. მაგრამ შენ განასხვავებ მათ შორის ვინც ასეა, რადგან მე ასეთი მიდრეკილება მაქვს. თუ ვინმე ანტისემიტია, ებრაელების მძულველი, მე არ დავკარგავ დროს იმ ფაქტებზე, რაზეც შენ საუბრობ. ამ საკითხს იმავე დონეზე მიუდგები. მაგრამ არსებობს დიდი საზოგადოება, რომელსაც ნამდვილად სურს იცოდეს. ხო. და ისინი უსმენენ, თუნდაც შენი ასაკის იყვნენ. დიახ, ისინი გადადიან იმაზე, როგორ მიმართო მათ, როგორ ესაუბრო მათ. ეს არის ჩემი სამიზნე აუდიტორია. მე შემიძლია ვესაუბრო ანტისემიტებს, ნაცისტებს და ჯიჰადისტებს, რამდენიც გინდა. მართვა შემიძლია. ეს სახალისოა, ეს სასიამოვნოა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ და სურთ სწავლა, ბევრი არაფერი იციან, მაგრამ შეიძლება განათლება TikTok-ის უნივერსიტეტში მიიღეს, როგორც ჩვენ ვეძახით. ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც უნდა ვისაუბრო, რადგან ისინი უსმენენ პროპაგანდას, თითქმის ჩამოუყალიბდათ პოზიცია, მაგრამ საკმარისი ცოდნა არ აქვთ, რომ ეს პოზიცია გაამყარონ. ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, ისინი ოქრო არიან. და როგორ ვექცევი მათ? ვესაუბრები ფაქტებით. ისინი უსმენენ პრო-პალესტინელებს. ისინი უსმენენ ჯიჰადისტებს. ისინი უსმენენ ბევრ რადიკალ ისლამისტს, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას, მაგრამ წყაროების, სტატისტიკის და მონაცემების გარეშე. მე ამას ვეწინააღმდეგები წყაროებით, სტატისტიკით, მონაცემებით, წიგნებით, განათლებითა და ისტორიით. მაგრამ თქვენი კარზი ხართ და არ აძლევთ მათ ბიბლიურ აღწერას ან თუნდაც ისტორიულს. თქვენ იყენებთ clickbaits. რა ტიპის clickbaits იყენებთ ამისთვის? მე ვიყენებ soundbite-ებს, ვიყენებ hook-ებს, ვიყენებ მნიშვნელოვან რაღაცებს, რომ ისინი მოვიზიდო. ბევრი პრო-პალესტინელი, ვინც საკმარისად კარგად არ იცის, როგორც კი მიხვდებიან, რომ მე პრო-ისრაელი ვარ, შეიძლება მაშინვე გამორთონ. კარგი. შეიძლება მოსმენა შეწყვიტონ. ამიტომ ვიდეოს პირველ 10 წამში ვცდილობ, რომ მათი ყურადღება მივიპყრო. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, მაგალითად, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში 10 მშვიდობიანი მოქალაქე ააფეთქეს. მაშინვე იწყებენ ჩემს მოსმენას. ეს მინახავს და შემდეგ ვამბობ. მაგრამ რაც არ იცოდით და მე მათ ვიდეოს ყურებაში დავეხმარე. ასე უნდა ჩართო ეს აუდიტორია. მათ ასე იზიდავ, როცა ისინი ფიქრობენ, რომ რაღაცაზე ლაპარაკობ, რაც სინამდვილეში შეიძლება არც იყოს შენი საუბრის თემა. რომელი პლატფორმაა ეს? რა ქვია იმ პლატფორმას? იმას სადაც ზარია. რამდენიმე გვაქვს. ხო. ძირითადი პლატფორმა, რომელსაც ვიყენებ, ნეკწოდება YouMingle. ასო You და შემდეგ Mingle. კარგი. ამ პლატფორმაზე თქვენ აკრებთ საკვანძო სიტყვებს. ჩემი საკვანძო სიტყვები ძალიან სპეციფიკურია. აკრებთ მათ და შემდეგ ემთხვევით ადამიანებს, რომლებიც იგივე სიტყვებს ეძებენ. და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს ეკრანზე ჩნდებიან. დიახ. გმერთო ჩემო, ეს ძალიან უცნაურია. ეს ძალიან უცნაურია. ეს დისტოპიურია. განსაკუთრებით იმ სიტყვებით, რასაც ვეძებ. ვეძებ ნაცისტს, ვეძებ კუკლუქს კლანს. ვაუ. ვეძებ ისლამიზმს. ეხლა უკვე მესმის, როგორ მუშაობს ეს. რადგან ვკითხულობდი, როგორ ახერხებენ ამ უცნაურების მოყვანას. ანუ შენეძებ მათ. მე ვეძებ მათ და ისინი ნამდვილად არიან. ხალხი უყურებს მათ. ხალხი მიყურებს. ამიტომ ვეძებ ამ ადამიანებს
და ოპოზიციაში მყოფი ადამიანები ნამდვილად ეძებენ ამ საკვანძო სიტყვებს, რომ იპოვონ მსგავსი აზროვნების ადამიანები. ისინი სურთ შეხვდნენ სხვა ნაცისტებს. ისინი სურთ შეხვდნენ სხვა ჯიჰადისტებს. მაგრამ საბოლოოდ ჩემთან ხვდებიან ბრიტანელ ისრაელელ ახალგაზრდა ქალთან, რომელიც ტატუებითაა დაფარული და სიმაღლეში 5 ფუტია. ისინი ელიან, რომ მე ვიქნები სუსტი, ისევ და ისევ. ისინი ელიან, რომ მე ვიქნები სუსტი, დაუცველი, გულუბრყვილო ებრაელი. და რასაც ისინი იღებენ, არის დიდპირა. ამაყი ებრაელი ქალი, რომელსაც უყვარს ცოტა უხამსობა. არეშინია გამოიყენოს ყველა იარაღი, რაც ჩემს ტვინში და პირში მაქვს. და მე ვცვლი შეხედულებებს. და თქვენ არა, თქვენ ბევრნი ხართ. მე გიყურებდით და ყველა ეს საყვარელი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც იქ ხედავ. და ეს ძალიან მომწონს მათი ვნება და ის როგორ პასუხობენ. და იცით, ბევრი ბიჭი იქ არის და ფიქრობს, რომ ეს ადვილი იქნება. და ისინი უბრალოდ, მაგრამ ასევე მომწონს ის ფაქტი, რომ ზოგიერთები რჩებიან თქვენი აზრის გამო. მე მიზიდავს ეს, იდეალურია, ბრწყინვალეა და შემდეგ იღებთ იმ აუდიტორიას, რომელიც მთლიანად თქვენზეა კონცენტრირებული. ზუსტად ასეა. ეს ყველაზე სახალისო საუბრებია, რაც კი მქონია, რადგან ისინი ყველაზე საშინელ რაღაცებს მეუბნებიან და მერე საუბრის ბოლოს მეკითხებიან, შეგიძლია შენი ინსტაგრამი მომცე? რა თქმა უნდა. იცი, ეს ძალიან სასაცილოა და მე ვეუბნები, აიღე ჩემი ინსტაგრამი, უყურე ჩემს ვიდეოებს. და ეს საოცარია. შენ თხას არ გავხარ, ასე რომ არ ვიცი რა მიზიდულობა აქვს ამას. ვიცი. ღმერთო ჩემო, იმდენი არიან, რომ იცი, შეგვიძლია მათთან ვითამაშოთ. თუ ვინმე სოციალურ ქსელში გეძებთ, როგორ გიპოვიან? ინსტაგრამზე ჩემი სახელია Jess Easy Jew. ძალიან მარტივად და სასიამოვნოდ გაგიადვილეთ. ხოლო TikTok-ზე ვარ Jewish Jess. Jewish Jess, შენ ასევე Facebook-ზეც ხარ. დიახ ვარ, იგივე სახელით როგორც ეჯიუ. ის დაკავშირებულია ჩემს Instagram-თან და ასევე X-ზე. იმიტომ რომ ჩვენი თაობა იქ გპოულობს, მაგრამ უფრო ახალგაზრდა თაობასაც შეუძლია რომ გიპოვოს. TikTok-ზე Jewish Jessie. Jewish Jessie, კარგი. და შენ ახლა ისრაელში გადახვედი. დიახ. და აქ თქვენგან ჯგუფია. დიახ, ხანდახან ერთად აკეთებთ ასეთ რაღაცებს. და ასევე სხვებისგანაც იზიარებთ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ვინც გვიყურებს, გაიგოს, რომ აუცილებელი არ არის თავად იყო იქ, რადგან ხედავ, რომ შენს პლატფორმებზე და Instagram-ის სხვადასხვა ნაწილში აზიარებ იმას, რასაც სხვები ამბობენ. ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარება, რადგან ეს ავლეს და ზრდის ამ ყველაფრის გავრცელებებას. ასე რომ ვინც აქ არის და არ უნდა გააკეთოს ეს, არ არის აუცილებელი რომ გააკეთოთ. მაგრამ თუ იპოვით იმ ადამიანებს, ვის თქვენთვის საინტერესოა, მაგალითად Jesse, გააზიარეთ მათი კონტენტი, დადეთ თქვენს პირად გვერდზე. გავრცელეთ ეს მესიჯი, რაც შეიძლება ფართოდ, თუ თქვენს. არ მინდა ვთქვა, რომ გეშინიათ, მაგრამ თუ არ ხართ ადამიანი, ვისაც კამერის წინ თავდაჯერებულობა აქვს, ძალიან ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ კულისებში. სწორედ ეს ქმნის ყველაზე დიდ განსხვავებას. გავრცელეთ ჩვენი კონტენტი. გავრცელეთ იმ შემოქმედების ნამუშევრები, ვინც თქვენ მოგწონთ. რაც უფრო მეტად გავრცელებთ, მით უფრო მეტ აუდიტორიას მივწდებით. რაც უფრო მეტ აუდიტორიას მივწდებით, მით უფრო შორს გავა ჩვენი მესიჯი. სრულყოფილია. და რაც უფრო შორს გავა ჩვენი მესიჯი, მით უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მას. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზუსტად, სლებია ვეუბნები ხალხს, როცა ამაზე მუშაობდი. ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ნეგატივის რაოდენობა იმდენად დიდია და ჩვენ ყოველთვის უმცირესობაში ვიქნებით. ვინც არ უნდა იყოს ის, ვისაც მივმართავთ, ანამ ცდილობთ მივწდეთ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს რეალურია. ამიტომ ჩვენი ხმა უნდა გავაჟღეროთ და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გავლენა იქონიოს, ზუსტად როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობდა. ადეკი, ილაპარაკე. იმისთვის რომ გავლენა მოახდინო, აუცილებელი არ არის JNS-ის კონფერენციაზე იყო. ნებისმიერ ადამიანს სახში შეუძლია იგივე გავლენა იქონიოს. Jess, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი შენით ამაყობს, რადგან ზუსტად იმას აკეთებ, რაც მან გთხოვა. და თქვენგან ვინც დღეს გვიყურებთ, Jess, ებრაელი. მადლობა. ის ერთ-ერთი იმ გავლენიან ადამიანთაგანია, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. გააზიარეთ მისი კონტენტი. მეგობრები, რომლებსაც ის აზიარებს, იპოვეთ ისინი და თქვენც გააზიარეთ. და თქვენც შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც იცავს ისრაელს და ებრაელ ხალხს, როგორც პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საუბრობდა. ეს მერვე ფრონტია, რომელშიც ჩვენ ყველა ვართ ჩართული. Jesse, მადლობა რომ აქ ხარ, დიდი მადლობა. ბოლოს რამე. შეტყობინება ჩვენი. სუსტი ებრაელები აღარ უნდა არსებობდნენ. ამას ვეღარ გაუძლებთ. მე ამას უკეთ ვერ ვითხოვდი. მადლობა რომ ჩვენთან იყავით. მადლობა. მე ვარ დანიელ სიმანი, გადაცემაში Straight Up with the JNS. ჩვეულებრივ ჩვენ სტუდიაში ვართ, მაგრამ ამჯერად კონფერენციაზე ვიმყოფებით. მადლობა რომ ამ კვირაში ჩვენთან იყავით. მომავალ კვირას ისევ დაგიბრუნდებით ჩვენი გადაცემით, უფრო მეტი პოლიტიკური შინაარსით, მაგრამ ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ კვირაში თქვენი ყურადღება მივაპყრო. მადლობა.